ცოტა ვისაუბროთ ფირდარზეც. ფირდარი ეს არის პერიოდების სისტემა. ანუ ფირდარი ჩვეულებრივად ადამიანის ასაკიდან გამომდინარე ანახებს კონკრეტული რომელი პლანეტის პერიოდი აქვს ახლა კონკრეტულ სიტუაციაში და რომელი პლანეტის ქვეპერიოდი აქვს. ანუ არის პერიოდები, არის ქვეპერიოდები. ფირდარში არის პერიოდები, ქვეპერიოდები კონკრეტული ადამიანის რუკიდან გამომდინარე. ანუ მე როდესაც ვარ მაგალითად 30 წლის და 1 თვის სიტყვაზე და იგივენაირად 30 წლის და 1 თვის არის სხვა ადამიანი, ერთი და იგივე პლანეტის პერიოდები გვექნება, მაგრამ ეს ერთი და იგივე პლანეტის პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში, ორივეს ცხოვრებაში გააქტიურებს სხვადასხვა თემას, ჩვენი ნატალური რუკიდან გამომდინარე. ანუ მე თუ მაქვს მაგალითად ვენერას პერიოდი, ორივეს თუ გვაქვს ვენერას პერიოდი, ორივე ვენერას მახასიათებლებს, ანუ ფინანსური თემა იქნება მნიშვნელოვანი ამ წლის განმავლობაში, ეს არ ნიშნავს ავტომატურად გამდიდრებას, ეს ნიშნავს უბრალოდ ფინანსების აქცენტირებას. დანარჩენი გამდიდრები თუ არა, მთლიან ჩვენზე არის დამოკიდებული, ეს უბრალოდ თემას ააქტიურებს, არ ააქტიურებს ამ თემას მაინც და მაინც დადებითად. შესაბამისად, ვენერას პერიოდი ორივესთვის და მაგალითად მერკურის ან სატურნის ქვეპერიოდი ორივესთვის იქნება რაღაც ფინანსების თემა, ვენერადან გამომდინარე, მაგრამ პირადი რუკიდან გამომდინარე შეიძლება მე პირადი გამიაქტიუროს, პირადი ცხოვრება, იმას გაუაქტიუროს, მაგალითად კარიერა. შესაბამისად, ნატალური რუკიდან გამომდინარე, როდესაც შენ გაიგებ დათული კონკრეტულად რამდენი წლის ხარ და რამდენი თვის ხარ, იმიტომ რომ იქ დაყოფა ძალიან ისეთი არის, თვეები მნიშვნელოვანი არის, რამდენი თვის ხარ, ხანდახან მნიშვნელოვანია რამდენი დღის ხარ, იმიტომ რომ იქაც პერიოდები ძალიან ისე განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს არ გაძლევს რაღაც რადიკალურ ცოდნას, რომ აი რაღაც რადიკალური ხდება შენს ცხოვრებაში, ეს უბრალოდ არის რიტმი, ადამიანის ცხოვრების რიტმი, რაღაც პერიოდი გაქვს მზის პერიოდი, გაქვს მერკურის პერიოდი, გაქვს სატურნის პერიოდი, ეს რაღაც დამატებით ინფორმაციას გაძლევს შენს ცხოვრებაში, თუმცა რადიკალურად ვერ იტყვის შენ, ან კარგი პერიოდი გაქვს თუ ცუდი პერიოდი გაქვს. ნუ რა თქმა უნდა, სატურნის პერიოდი უფრო დაძაბული იქნება და მარსის ვიდრე ვენერას პერიოდი, მაგრამ აქაც ყოველთვის გააჩნია ნატალური რუკას, იმიტომ რომ ვენერა შეიძლება ჩემს რუკაში იყოს მერვე სახლის მმართველი და სატურნი იყოს მე-10 სახლის მმართველი სიტყვაზე და შესაბამისად სატურნის პერიოდი ჩემთვის იქნება დაძაბული, მაგრამ წარმატების მეტი პოტენციალი მექნება, იმიტომ რომ მე-10 სახლს მართავს და ვენერას შემთხვევაში რაც არ უნდა დადებითი პლანეტა იყოს თუ მერვე სახლის მმართველია, ნაკლებად სავარაუდოა რომ რამე კარგი მომიტანოს. Ну, ისე თუ ასე იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად არ იძლევა დიდი ინფორმაციას, არის უფასო სერვისის თემა. ამიტომ ჩვენს ჯგუფში უფასოდ შეგიძლიათ ამ ყველაფერზე პასუხის მიღება. astrology.com.g არის ჩვენი საიტი, შეგიძლიათ იქ გაეცნოთ უფასო სია არის უფასო კითხვების და იქვე მითითებულია მეტას ჯგუფი, Facebook-ის ჯგუფი, სადაც შეგიძლიათ დადოთ და დასვათ კითხვები.